ირაკლი მელაშვილს ეროვნული ფორუმი დაატოვებინის ამის შესახებ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა პრაიმ ტაიმის პრეს კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად როგორ შეაფასებს ის მელაშვილის გადაწყვეტილებას ეროვნული ფორუმიდან წასვლის შესახებ ბურჯანაძემ განაცხადა რომ მისი ინფორმაციით ეს მელაშვილის გადაწყვეტილება არ იყო ამას გარდა მან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ საარჩევნო გარემოზე მუშაობა რეალურ შედეგს ვერ მოიტანს და ცვლილების ერთადერთ გზად სახალხო კრება დაასახელა. საარჩევნო გარემოზე მუშაობით რომ ეს ხელისუფლება ვერ შეიცვლება, ეს იცის ყველა. და თავი დავანებოთ თავის მოტყუებას. 7 თვის განმავლობაში საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფმა მიაღწია ერთადერთ რამეს, რომ შეთანხმდნენ მოლაპარაკების პროცესის ფორმატს. ხელოვნურად ამოაგდეს ჩვენი პარტია ამ პროცესიდან, იმიტომ რომ ყველას ძალიან კარგად ესმოდა, რომ ჩვენ დავაყენებდით საკითხს კატეგორიულად. 7 თვე არ შეიძლება ქვეყანაში, სადაც ამბობ, რომ ეს ხელისუფლება ქვეყანას აქცევსო, ელოდებოდე იმას, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა გაიღებს მოწყალებას და დაგელაპარაკება, როგორი ფორმატით უნდა გელაპარაკოს ხვალ და ზეგ და 2 კვირის მერე. ვისაც უნდა ელოდოს და როგორი გამარჯვებაც მოიპოვეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისეთივე გამარჯვებას მოიპოვებენ საპარლამენტო არჩევნებზე, თუ მანამდე არაფერი არ შეიცვალა, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, სრული პასუხისმგებლობა ყველაფერ იმაზე, რაც ხდება დღეს საქართველოში, ეკისრება არა მარტო ხელისუფლებას, არამედ იმ ოპოზიციას, რომელმაც ჩამორეცხა სააკაშვილს არადემოკრატიული იმიჯი. რომ არა ამ ოპოზიციის, ასე ვთქვათ, ხბოსახტყინებით მილოცვები, რომ დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯებია და გადასარევად მიდის ყველაფერიო, სააკაშვილს არავინ არ ართმევდა ხელს.